მოგესალმებით, მე ვარ მიხეილ კაპანაძე და ამ ვიდეოში ვისაუბრებ ღია ბანკინგზე. თანამედროვე სამყაროში კომერციულ ბანკებს გააჩნიათ არა მარტო თანხის შენახვის ან სესხის გაცემით, არამედ სხვა ფუნქციებიც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგანი არის ანგარიშსწორების აგენტის ფუნქცია. ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაქვთ ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, რომელზეც იღებთ ჩარისხვებს, ანაკეთებთ გადარისხვებს, თქვენი პირადი ან ბიზნეს საქმიანობის შესაბამისად და ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ანგარიშსწორების ანგარიშზე წვდომის სხვადასხვა საშუალება არსებობს. მაგალითად, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, საბანკო პლასტიკური ბარათი, ასევე ფიზიკური ვიზიტი ბანკის ოფისში, ელექტრონული პოსტით დავალების მიცემა პირადი ბანკირისთვის და ასე შემდეგ. თან ეს ეხება არა მარტო გადარიცხვების შესრულებას, არამედ ინფორმაციის მიღებას, მაგალითად SMS-ით ინფორმაციის მიღება ანგარიშზე მომხდარი ოპერაციების თაობაზე. თუმცა ეს ყველაფერი არის უშუალოდ ბანკის მიერ თქვენთვის მოსაზრებული ინსტრუმენტები. ღია ბანკინგის ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ანგარიშსწორების ანგარიში კვლავ დარჩეს ბანკში, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ბანკმა მოგცეთ მასზე წვდომის ინსტრუმენტები, იგივეს გაკეთება შეეძლოს სხვა მესამე მხარეებს, ეგრეთ წოდებულ გადახდის ინიციირების ან ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერებს. ამისათვის საჭიროა ბანკმა მათ მისცეს შესაბამისი დაშვება თქვენ საბანკო ანგარიშზე და მერე უკვე პროვაიდერმა თქვენ უნდა მოგაწოდოთ შესაბამისი ტექნიკური ინსტრუმენტები, რათა საბოლოოდ განხორციელდეს თქვენი წვდომა თქვენსავე ანგარიშზე. რასაკვირველია, უსაფრთხოება უნიშნელოვანესია. მეტიც, ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენს ღია ბანკინგში. ვერაფერი მოხდება თქვენს ანგარიშზე, თქვენი სათანადო წესით გამოხატული თანხმობის გარეშე. ეს სრულიად შეუძლებელია. ვინაიდან ელექტრონულად პროტოკოლის დონეზეც კი თქვენი თანხმობა გათვალისწინებულია და ვერაფერი ვერ გაკეთდება თუ ეს თანხმობა არ იარსებებს. მეტიც, პროვაიდერად გახდომა გულისხმობს ეროვნული ბანკის მხრიდან ლიცენზირებას და ზედამხედველობას. ესეც უმნიშვნელოვანესია, რათა თქვენი ფინანსები და საბანკო საიდუმლოება სათანადო წესით იყოს დაცული. მოდი ვისაუბროთ სავარაუდო ინსტრუმენტებზე. ეს შეიძლება იყოს ყველა ბანკში არსებული თქვენი ანგარიშების ერთიადად ხედვა, რათა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ან ფინანსურმა მენეჯერმა ან თუნდაც აუდიტორმა დაინახოს რა ხდება ანგარიშებზე სხვადასხვა ბანკში, როგორი ნაშთებია, როგორი ბრუნვები და ასე შემდეგ. და ეს დაინახოს ერთობლიობაში. ან მაგალითად ეს შეიძლება იყოს საწარმოს მართვის ელექტრონული სისტემა, ეგრეთ წოდებული ERP სისტემა. აი ხა წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან, რომელიც ითვალისწინებს თანხის გადახდას რაღაც მომსახურების გაწევის შემდეგ. რაც ნიშნავს, რომ როგორც კი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი აიტვირთება სისტემაში და მას დაადასტურებენ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, მერე ბუღალტერი უნდა შევიდეს ინტერნეტ ბანკში და კონტრაქტორს თანხა გადაურიცხოს. მერე დაადასტუროს ფინანსურმა დირექტორმა, გენერალურმა დირექტორმა ან ვინც საჭიროა. თუმცა ყოველთვის არსებობს ადამიანური შეცდომების რისკი, მაგალითად შეიძლება ბუღალტერი ელემენტარულად არ გააფრთხილონ იმაზე, რომ თანხა გადასარიცხია, თანხის გადარიცხვა დაგვიანდეს და მაგალითად პირგასამტეხლო დაგეკისროს კომპანიას ან სხვა მრავალი. თუ კი ეს ERP სისტემა იქნებოდა გადახდის ინიციირების პროვაიდერი, ამ პროცესში შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული ავტომატიზაცია, მაგალითად მას შემდეგ რაც აიტვირთებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ERP სისტემა ავტომატურად ჩააგდებდა გადახდის დავალებას ბანკში, შესაბამისი ანგარიშიდან კონტრაქტორის ანგარიშზე და ყველაფერის კონტროლი მოხდებოდა ავტომატურად, მათ შორის ისიც ჩაერიცხა თუ არა საბოლოოდ კომპანიას ეს თანხა საკუთარ ანგარიშზე და თქვენი ვალდებულებები დაფარულია თუ არა. შესაბამისად, ბევრად გაამარტივებდა ეს როგორც შესრულებას, ისე კონტროლს. მაგალითები, რაც ახლა გიამბეთ, უკვე შესაძლებელია განხორციელდეს. ღია ბანკინგის ყველა სათანადო ფუნქციონალი ბანკების მხარეს უკვე შექმნილია და გაშვებულია ცოცხალ რეჟიმში. ახლა მთავარია ვინ ჩააშენებს ამ ან რაიმე სხვა გამოყენების სცენარს საკუთარ სისტემებში და ამით ხელს როგორ შეუწყობს ახალი თაობის უსაფრთხო და ეფექტიანი სერვისების გაჩენას.